შეეხება საკადრო პოლიტიკას, აქ ლაპარაკია შეცდომებზე. ეს არის კიდევ ერთი სტარი დამოკიდებულება და მიდგომა. საქართველოში ესეთი საკადრო პოლიტიკა დაამკვიდრა შევარდნაძემ და ის შეგნებულად იყო, რომ ეს ახალგაზრდების ყველა მის ხელშია გაზრდილი ძირითადი სამყარო პოსტებზე ის არის და ყველაზე კარგად ეს შეითვისეს. როგორ უნდა დააქციო ქვეყანა, როგორ უნდა დააკნინო პროფესიონალიზმი და როგორ უნდა აყარო ღირსება ერს. დროთა განმავლობაში ნაწილ-ნაწილ და ვადაში გაწერილი, მაგრამ ერთი ხაზით. ძალიან კარგად მახსოვს ბატონი პრეზიდენტის, წინა პრეზიდენტი ბატონი შევარდნაძის პასუხისმგებლობაში, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როცა მასთან შეხვედრა ჰქონდა ფრაქციის ხელმძღვანელებს და მე რატომღაც მომიწია იყოფნა. მაშინ ძალიან ესეთი აქტუალური იყო ნუღაიდელის გადაყენება ფინანსთა მინისტრის პოსტიდან. რომელიც შემდგომ მოხდა დაწესებულებით და პრემიერ-მინისტრის გახდა. მაშინ შევარდნაძემ საინტერესო ფრაზა თქვა, რომ აგინდათო კაცო ბოლოს-ბოლოსო კაცო როგორც იყო ისწავლა ვანაბანაო ფინანსების და ეხლა კიდევ მოხსნაო. მაშინ მე ხო სიციყური პირდაპირობით ვერ მოვისმენე და უთხარი რომ რატო ჩაიგდეთ ბატონო პრეზიდენტო თავი ამ მდგომარეობაში, რომ დანიშნეთ კაცი, რომელზეც წელწადნახევრის მერე კიცებს ლაპარაკი, რომ როგორც იყო ანაბანა ისწავლა მეთქი. ეხლა ფინანსებს 15 წელი კიდევ მომდება, რომ ანაბანის გარდა იმის იქით წავიდეს და მეტი ისწავლოს და ვინ დაგაძალათ, ვინ დაგავალდებულად. და მანამდე მქონია მე მასთან საუბარი, როცა ეხვეწებოდი, რომ დაუშვით ერთი მაინც პრეცედენტი, გამონაკლისი. რომ სადღაცა მინისტრად დანიშნოს კაცი, რომელიც იმ სისტემაშია გაზრდილი და ჩიტიათ მოჭრილი. და მაშინაც რატომღაც ფინანსთა სამინისტროზე იყო ლაპარაკი, რომ ერთი იმისთანა ფინანსთა მინისტრი დანიშნოს, მიცილება რო არ დაჭირდეს და მიაგნოს მაინც სამინისტროს მეცნიერებს, ეროვნულ ბანკში იგივე პოზიცია იყო. იგივე პოზიცია იყო. ძალიან ბოდის ვიხდი მაყურებელთან თუნდაც არ გამიგეს, მაგრამ ერთადერთი კაცი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მე ვიყავი, რომელიც იქ გავიზარდე და საბანკო საქმე ვიცოდი, თორე დანარჩენებს ხელით მიყონა ჭირდებოდა და აი ეს არის ბატონო ეროვნული ბანკი. დაჟექი ეხლა და მარცეო. ეს დაწყებულია იქიდან და ეხლა რაშუაშია თქვა ეკონომიკის მინისტრი. რაშუაშია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. ძალიან ბოდის ვიხდი შეკითხვის დამსმელთან, მაგრამ ეხლა მე თუ ავანტყოფი ვარ, სულიერად ავანტყოფი. ეს ჩემი თანაშაული კი არ არის ბატონო. ჩემი უბედურებაა და ეხლა ავანტყოფი დამსწავლე მინისტრად რა. რატო გახადე ჩემი უბედურება, თელეფონის უბედურება. არ არის ეს მინისტრების ბრალი, თორე რა მეტი სასაცილო და სასიცილო რა გინდათ ეხლა ძალიან პატივისცემ ლაშა ჟვანიას როგორც პიროვნებას, მაგრამ ხალხი გამოვიდა და თქვა აქამდე ჩვენ კრიზისზე და ანტიკრიზისულ გონიზებზე არ გვიმუშავია, იმიტომ რომ პრეზიდენტს ამისანა დავალება არ მოუწია. ესე იგი პრეზიდენტის დავალებიდან დავალებამდე მუშაობენ და ხელფასად მას ეხებულობენ. ასე პრეზიდენტმა დაგავალოს, ქვეყანა რო ინგრევა, შენ ნაკლებში მიხედი ამას და უდაანგრე ქვეყანას, ამისგან აზრზე მოგივა, კაც არ უნდა იყო მინისტრი, მაგრამ კიდევ ერთხელ გონი და არავის ბრალი არ არის ეს. ეს არის წინა პრეზიდენტის მისი დატოვილია და გაზრდილია ეს ხალხი. რა მაგათია ეს შეკითხვა გებადებოდა თქო პრეზიდენტად ვირჩევით სააკაშვილს, ვირჩევით მე ეხლა მე თქვენთან ერთად გამყავს ჩემი თავი, თუმცა არასოდეს არ მომიწია მისთვის ხმა, მაგრამ ვიკითხეთ რომ ამ კაცს როდის უმუშავია, სად რა გაუკეთებია. მარტო შევარდნაძის იძულებით და ვინმე კითხულობს საერთოდ აი ამ მინისტრს ნიშნავს ჩვენ. რა დამსახურებისთვის ნიშნავს? აი ერთი მინისტრი გამოსახელეთ. ამ ხელისუფლებაში, ამ ძველი ხელისუფლებაში, ახლა ძალიან შულს უწახოთ, თორე შეიძლება მართლა მოძებნოთ. მაგრამ აი ბოლო პერიოდისა, რომელსაც რაიმე დამსახურების გამო ნიშნავდით ჩვენ მინისტრად, ან რაიმე დაუმსახურებლობის გამო ხსნიდით. ვინმე კითხულობს უგრებად, რატო არ თავისუფლად მინისტრს? მადლობით უშვებ მინისტრს, ააშენეთ უკვე ქვეყანა, თუ სამაგდებელო კონდა, საქმე იყო და გააგრძელოს ეს საქმე. რაბატია და მაგალითად მოიყვანა ეკონომიკის მინისტრი, როცა ყავს ბანკალბატონი ეკატკეშედაშვილი, რომელსაც ყველაფრის მინისტრობა მოასწრო უკვე. ისე მაგალითად ინტერვიუების მათი დამსახურება არის ახალგაზრდები არიან. ხო, ახალგაზრდები ძალიან კარგია, როცა თქვა ახალგაზრდულ ევროვიზიაზე მიდიხარ. მაგრამ აი აქ სასამართლოს დამოუკიდებლობას საუბრობ ბატონო. სიცხვილია. და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ რეფორმები უნდა გაღრმავდეს დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გავზარდოს. რა რეფორმა უნდა ჩაატაროს დღევანდელმა ხელისუფლებამ? თქვათ ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, გენერალურ პროკურორმა. რეფორმა უნდა იმას რომ აღარა ურმის დაუგზავნოს მოსამართლეს, დანაშაულებრივ გადაწყვეტილება მიიღო. ანუ რეფორმა აგზავნოს მაგას. ამას უნდა ერთი მარტო საღამოს უნდა დავსვი და თქვა რომ ხვალიდან მე აღარ ვიზავი მუსინდისობას, რაც აქამდე ჩავდიოდი. და
მანამდე ამ რეფორმას გაატარებს ჩვენი პრეზიდენტი. მანამდე დაუბრუნოს ამერიკელებს რაღაცა პრიზი მიიღო თავისუფლად საუკეთესო რეფორმის ჩატარებისთვის. აი დღეს გამერეკა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და მეკითხება, რომ რაღაც ანტიკორუფციული კომისია შეუქმნიათ კიდე და აი რამდენად სწორად მიგაშნიათ, რომ ბენდუკიძე შეიყვანესო. მე ვთქვი, მაპატიეცნესი და მოსახლეობა არ შეიყვანოს შეცდომაში. რომ ბენდუკიძეს თუ არ შეიყვანდნენ ამ კომისიაში და ვინმე სხვას უფრო უკეთეს ან უარეს, მაშინ იქნებოდა კომისია მოქმედი. ეს არის მაპატიეს ჩემო საყვარელო თანამოქალაქეებო და თანამოძმეებო. ეს არის ჩვენი შაყევი და სულში ჩაფუთხება. რაცია ხელისუფლება შექმნის ანტიკორუფციულ კომისიას ამას აკეთებდნენ შევარდნაძის დროიდან და მანამდეც კიდე კომუნისტების დროს იყო ანალოგიური მოქმედება. ხელისუფლება შექმნის თვითონ კომისიას, რომელიც ხელისუფლებას დააპატიმრებს. იმიტომ რომ კორუფცია არის ხელისუფლების დანაშაული. ერთხელ ვთქვი ძველი ხელისუფლების დროს შევარდნაძის მთავრობაში რომ თუ კორუფცია ხელისუფლების დანაშაულია, კომისია კი არ უნდა შექმნა. უნდა აი შაბათი დღეა. დღეს და შევთავაზო ორ შაბათიდან აღარ ავიღოთ ხთამი. ჩვენა ვართ ამ ხელისუფლება და ჩვენი შექმნილი კომისია მოგწევს ჩვენ პასუხს. ბოლოს თუ ვინმეს ჯერეთი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან ეს ისე გადადგომაზე პატარა. ეს თვითაღიარებაა, რომ მე ვარ კორუმპირებული ბატონო და ეხლა უნდა შექმნა კომისია, რომელიც თქვათ მასწავლებს აღარ მოვიპარო, აღარ ავიღო ხთამი და ასე შემდეგ. თუ არა თუ მაინც და მაინც საკუთარ თავს ერებძვიან თვითონ და ჭირდება ვინმე მებრძოლი ეს არჩიონ მაშინ კომისია ხელისუფლებაში კი არ უნდა შექმნას მაშინ ეს უნდა შეიქმნას ოპოზიციის ყველაზე წმინდა ნაწილიდან და საზოგადოების ყველაზე ავტორიტეტული ნაწილიდან და მაშინ გარკვეულებს ეს სხვადასხვა ჟურნალისტ უცხარი და ბოდის ვიხდი რომ ახლა აქ მეოდები შეიძლება არა ეს ნაწილი შეიძლება არ დაბეჭდოს ამიტომ უფრო გაბედულად ვიხდი აი დამნიშნონ მეცინე ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარედ ყველა შესაბამისი უფლებები თან 2-3 თვე დამჭირდება რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ციხეში გაუშვა. თქვენ მაგის წარმომადგენლებს ბაბუნა და წარმომადგენლებს ეხლა საერთოდ შემოვიდა მაყურებლის SMS-ი საყვარელიძესი რუსთავიდან და დაბრუნდება ის დრო და თქვენ უნდა იყოთ ეროვნული ბანკის მმართველი. მე რუსთაველი ვარ და რუსთაველის განსაკუთრებული საყვარელი. მე რუსთავში დავამთავრე. არა, მე ვსწავლობდი მეორე სკოლაში და მე ბოლოს დავამთავრე მე-13 ადგილი შეიცვალა სასწავლებელი. ხო, ეს ბატონო და არის მე ამ რუსთაველა საყვარელის ამეთახვები არ მემეტებით ამ ეროვნული ბანკისთვისაც ისე ნებად დადგა რომ ერთხელ მაინც პრემიერ-მინისტრი ყავდეს კახელი მიწმეტეს ფიზიკალი. არა, სერიოზულად დღეს მე მოგიწევთ როგორც ექსპერტ და დღეს აი პოლიტიკური ლიდერი საუბრობთ. მიხარია გულწრფელად ჩემს აღმოჩენა იყო დღეს კლასიკური პოლიტიკური ლიდერის თვალეთ აღიქვამდის რეალობას. არანაირი მაგისტრალა პრეტენზია არ მაქვს. მე ეკონომისტი ვარ და ფინანსისტი. გააკეთებს ყველაფერს ქვეყნის ასიკეთოს. მე მართლა მინდა ისიც და გულწრფელად გეუბნებით. ამ ბევრი ხალხი იყო უნივერსიტეტში მაშინ. აი ყველას სურვილი არის რომ რაღაცა შეიცვალოს. მით უმეტეს ცხოვრების მოწყობის, ეკონომიკური ცხოვრების მოწყობის მიმართულებით ყველას უნდა რომ რაღაცა არის რამდენი მეცნიერი იყო იცი ჩვენთან რომელსაც უკვე გათავს კონცეფცია და იმას ჩასწორება ჭირდება მათო რეალობაზე მორგება ჭირდება და მე აი ამ კონცეფციების ურთიერთდაკავშირებული ხალხი გვეუბნება აი მოდი ვაკმოსი დაკი ვაკმოსი მეცნიერები არ გვინდა თქვენი არაფერი რომ არც ფული მინდა არც არაფერი უბრალოდ ვიცოდე რომ ამას გამოიყენებთო მე ამაში დარწმუნებული ვიყავი რომ საქართველოში ჯერ კიდია შერჩენები ქართული ჯიში, ჩილაგი, ხილსება, სამშობლო სიყვარული და ინტერესები. ბატონო და წარმატება მინდა გესურვოთ გულწრფელად გეუბნებით დღეს პოლიტიკური ლიდერი იყო ჩემი სტუმარი ნოდა ჯავახიშვილი. დიდი მადლობა რომ ესეთა და წარმოგვეჩინეთ და მადლობა მინდა გითხრათ მე გულწრფელად გეუბნებით აქტუალებული გისმენთ. ნოდა ჯავახიშვილი გახსნათ მე ვფიქრობ საინტერესო მოსაუბრეთ დღეს ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ გისმენთ, კარგად გრძელდებოდეს სამხონეს.